სალამი ყველას. ძალიან დიდი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე რომ უკვე დრო იყო რომ გადამეღო ამის შესახებ და გამეკეთა GS-ის გაგრძელების ვიდეო. რები გავაკეთეთ, როგორ ჩაიარა ყველაფერმა. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ამ მანქანაზე, მაგრამ ისევ იმედი შემექმნა. წინა ვიდეოებში ნახავდით რომ ელემენტარული სერვისი გავუკეთეთ. იმ ვიდეოების მერე როგორც daily car ყოველდღიურად ხმარობდი ამ მანქანას და ერთ დღეს ერთ საღამოს უფრო სწორედ რომ დავქეკეთ ძალიან უცნაური ხმები ქონდა, ძალიან არ მომეწონა და ძალიან ცუდად მუშაობდა. მაგის მერე იმის შიშით რომ არ დაისტუკოს ძრავი ან რაღაც რამე ეგეთი შემთხვევა არ მომივიდეს, გავაჩერე მანქანა და სადღაც 9 თვე გაჩერებული მყავდა. მერე ძალიან შემთხვევით ჩვენი მეგობარი მოვიდა ჩვენ ეზოში და ნახა ეს მანქანა და ეს მანქანაო ძალიან მიყვარსო, ვიციო ეს მანქანაო ძალიან კარგად და რა ჭირსო და მოკლედ აუხსენი, მოვყევი ისტორია მანამდე როგორ მქონდა, რა მქონდა გაკეთებული და რა მოვიდა და წამოიყვანე ჩემთან გარაჟში და შევხედოთ იქ რა იქნება პრობლემა და მოვაგვარებთ. მე გადავიყვანეთ ევაკუატორით გარაჟში. გარაჟში ვცდილობდით რომ დავუქოქოთ, ძალიან გაუჭირდა, ძალიან არა, მაგრამ ცოტა გაუჭირდა დასაწყისში. მეორე მესამეზე უკვე დაიქოქა. Finish. Done. და ძალიან კარგად მუშაობდა. მანამდე როგორც იყო, იმასთან შედარებით ძალიან კარგად მუშაობდა. ბევრად უფრო უკეთესად მუშაობდა და მაგრამ Z-ის ნასოსი მაინც არ მუშაობდა. Z-ი არ მოქონდა და ზედა მხარე იყო მთლიანად მშრალი. მერე შემდეგ დღეს თუ იმავე დღეს აღარ მახსოვს, დავიწყეთ კარტერის დაშლა, ფილტრის ნახვა, რომ გვენახვა რა მდგომარეობაში და იქნება აქედან არის რაღაც გაჭედილი და წნევა არ აქვს. მაგრამ მან დიდი არაფერი, რა თქმა უნდა ჭუჭყიანი იყო, მაგრამ თლად ეგრე როგორც ჩვენ გვეგონა ეგრე არ იყო. რამაც გვანიშნა რომ Z-ის ნასოსი არ მუშაობდა, ვერ ამოქონდა Z-ი და გადავწყვეტეთ რომ ეგეც აგვიმუშავებინა. მერე არ ვიცი რა გააკეთა, მაგრამ თავისი ტრიკებით ამუშავა, Z-ი ამოასხა და ბევრად რბილად მუშაობდა იმასთან შედარებით ისე როგორც მანამდე იყო. Z-ის ნასოსის ამუშავებასთან ერთად Z-ი შეუცვალე და რაღაცა Z-ი იყო, აღარ მახსოვს რა ერქვა. ხადოსგან ვიყიდე ეგ, რომელიც ბოლს აქრობდა და ძალიან მოეხმარა, შეამცირა, მაგრამ მაინც მაღალ აბაროდზე თეთრი ბოლი ჰქონდა. თეთრი კი არა და ლურჯი ბოლი ჰქონდა. მაგ პერიოდში არ ვაგაზავე ძალიან, არც არაფერი ისეთი, არც მიწვალებია. დავდიოდი უბრალოდ როგორც daily. კარგად იყო, მაგრამ არც ჯანი ჰქონდა, არც არაფერი, პროსტო დაგურავდა. წავენ გავიჭედე ტალახში და ახლა გავრეცხეთ 400-მდე შევაგდო ცოტა მეთქი გავასწავ შევფაინ შევდიო ტალახში იყო სულ ხატე 500-მდე გავიაროთ ნახოთ
ტექნათვალიერებაზე ნუ თავისთავად ვერ გაიარა. ერთი თვე დრო მქონდა, მე ისევ ერთი თვე გადავაცილე, ჯარიმა გადავიხადე. და მაგ 2 თვის პერიოდში ნახე შემხვდა ძალიან შემთხვევით ეს დისკები, რომელიც ძალიან მომწონდა. ასე მაგ 2 თვის განმავლობაში ძალიან შემთხვევით კიდე შემხვდა პადვესკა, რომელიც ეგრევე ვიყიდე, არც კი დაუფიქრებული ვარ ვიყიდე თუ არ ვიყიდე, იმიტომ რომ მინდოდა ძალიან უხდება უეჭველი უნდა დაგდებული იყოს GS-ი. ხო და ვიყიდე, რეგულირებადია, თან სირბილეც და სიმაღლე ორივე ერთად. ნუ ერთ ცალს გასხმული აქვს უკანა მარჯვენას. მაგრამ მაგასაც თავის დროს მივიტანდა, გავაკეთებ, დიდი არაფერი. მაგ პერიოდში Z-ის ნასოსიც ვიყიდე, სულ ახალი იყო. ჩვენ მეგობარს ჩამოტანილი ქონდა და ყიდი და ეგრევე ან ჯგუფში დავდე თუ არა, ეგრევე მაგან მომწერა და შევიძინე მაგისგან. ეგეც $100 დამიჯდა, მეტი არა. და უკვე დრო მოვიდა იმისთვის, რომ დასერვისებულიყო, გაგვიკეთა სერვისი. იმის გამო, რომ ტექნათვალიერება უწევდა და უკვე $300 და უფრო დიდ ჯარიმებზე გადადიოდა. ერთი რამ რაც დამამიწყდა რომ მეთქვა, მანქანა ვიყიდე თუ არა, ეს შავი სალონი შემხვდა და იმ 2 თვის განმავლობაში ეგრევე დავიწყე მაგის შეცვლა. შავზე გადავიყვანე, შავი ტყავის სალონზე. ნუ მეორესაც იგივე პრობლემა აქვს, გასაკეთებელი მაქვს ესეც. ტორპედო დამრჩა, შესაძლებელია. კარები ანუ გაშავდა, ესენი იყო იგივე ფერში რაც აქ არის. უკანა მხარე კარგი აქვს. ესენი ძალიან კარგი მდგომარეობაში, ესენიც ნორმალურ მდგომარეობაში, ნუ 20 წლის ის არ ეტყობა რა, თან ჭუჭყიანია ხა რაღაცა. თან ვერ მოვასწარი ამის გარეცხვა, ისეთი ამინდები იყო ეს დღეები, რომ აღარ გამირეცხია რა. ეს რაღაცებიც უყიდე. ცოტა ლექსუსის ემბლემები, რომ მეტი ყოფილიყო. მერე მოვიდა ძრავის დასერვისების დრო, რახან ტეხასმოთრი გვიწევდა და ფინანსურადაც არ ვიყავი მზად, მაგრამ ვისთან იმ გარაჟში სადაც ვიყავით, მითხრა რომ დაიკიდაო, შემოიყვანე, დავშალოთო. ანუ შენ თვითონ დაიწყო დაშლა აწყობაში მოგეხმარებია და ეგრეც მოვიქეცი. დავიწყეთ პროვოდკის მოხსნა, მერე მოვიდა ძრავი ამოვიღეთ. მაგის ვიდეოებიც რაღაცები მაქვს გადაღებული ნაწილ-ნაწილ. რაც კი შევძელი. და მერე დავიწყეთ მთლიანად ძრავის დაშლა.
მივიტანე ძრავის ბლოკი პოლირებაზე და შლიფოვკაზე. მერე ის ზედა ნაწილი რაც აქ ის ხა სახის ვიხსენებს ძალიან მიჭირს ამ სახელების დამახსოვრება. ეგ ნაწილიც მივიტანე და თან დამირეგულირეს, თან გამირეცხეს sandblast-ი, როგორც რა თქვია. ეგეც გავუკეთეთ. მერე წამოვიღეთ და დავიწყეთ აწყობა. ყველა სალნიკები, პრაგლატკები, რებიც კი ჭირდებოდა, ეგენი ყველაფერი ქარხნულზე, ორიგინალები უყიდე და ავაწყეთ. ძრავი ავაწყეთ მაგასთან ერთად. ერთ-ერთი ყველაზე ძალიან სასიამოვნო პროცესი, რაც სასიამოვნო პროცესი ჩემთვის. რაც მე ხერხება, ეს იყო შეღება. Дотон вазне, что не имеем бедами, почему? Почему не шибалане, пана? Почему? Сейчас, давай. La. Hacı motor jeton است؟ ها؟ jeton وزنشه؟ ژتون. یتون. یتون نه بابا چیه؟ მოკლედ ამოვიღეთ ძრავი. აღარ არის. ის პიცარი დამოვთვლი ჭერს ხა კარუკას. და რა ვიცრავი. საშინელება მდგომარეობაში იყო. საშინელება რა? ზეთი გასტის ბევრ ადგილას. ძალიან ბევრ ადგილას და მაგებს უნდა მოიხედო. ძალში რავი, კარგადა. წესით ყველაფერი კარგად არის. ნახოთ როგორ იქნება ავაწყობა ამ დღეებში და დავქოქოთ. ლოლა ოვეცი აპარატი الان اینترنت سنتر یاد باید بچه سنتر یاد باید دسته بومش میشه بچه سنتر یاد باید دستمون بالایی آره چی داره کامله اینجا دیسپلاسیک نه فشار آب بالایی اینجا ايش سوپر بنوانی اینجا بدین اینه پایین بدین راه رو بانیم چیزی جوش پلاستیک رو نگید الو گوش کردم زنگ بزنم الان جواب میدم آخرین باری که زنگ دادم هواشگر چیز عوض این پیدا اینجا نیست ببینم میاد
მაგარიდო. დაია. ორ გავათეთ. ხوار გავათეთო. ატრუნე შემო. შოთავი ის ხო? مثلا میگم کسخل بازی داری نه من قهر کردم تو قهر نکن حالا چی ویدیو میگیری الان اینجوری باید بالا بگیری الان چی بله ما هستیم اونورم چند تا چیز خوب هستن اینم کوروشه حواسش نیست مثلا یکم ویو اووری وایسا من اونورم بگیره სკოჩი აბა მაგარი ხელოსანი როგორ უნდა გახდე კარი კარაც ნაკლად უნდა გამოჭრა? არა ეს უნდა შევიღებო და მაგით ნახე просто აი ძალიან უთქმელი ფერი قیافه احمقی داره هنوز دارم میگم Where the fuck my blunt? Where the fuck my cup? Where the fuck my wreath? I'm swinging on kids. I'm swinging on kids. You know I'm a cheaper. You know I'm a cheap. I'm flying just like an eagle. Big crayon, no need 4-5. کاری میکرده این دوتا گردو بیا گردو بیا گردو
یا چی خوابیده بیا Masterino Remontino, Corcino Pocinino, Expertino Rictonino. Gerdu. Gerdu. Gel güzel. Ay, şöyle şunu. رشد درشت اینجوری شده تخت گاز آره یه تخت گاز میدی؟ فیت مثلا مگاریا پیسا مگاری میریزم دوتا مواد انجکتور شور یا ما دستگاه رو راب کنم سرویسش کنم هم بشه بار سوخ عوض کرد الو صد کاچی در آوردیم تو پیچ مراش بود مجید بزن مجید میگه من گویدی خلو دستم به چیزه دستم به دوربینه وقتی که چی پر شده جی 6 لیتر روغن میگیره این پرگن این پرشه آه نه زیرم پر شده نمیره سرده واسه وایسا زود قطعش
Zanna benzin bakıyor. Evet. Güzel. Güzel. Yes. La. Nur bir jo. Yok. Göstereyim sensör. Güzel. این چیه؟ Güzel. Hamize şimdi. Bu benzin خوب میده. Güzel. Güzel. Benzin var mı? Güzel. Güzel. Al. İyi bence. Yok. Güzel. Mar. Tam sinkişli. آرامی دامنجا برو کنار کلمس شو کلمس ეხლა მოგესმენთ ძრავი როგორ მუშაობს და თლად ისე როგორც მე მინდა არ მუშაობს რა თქმა უნდა ეხლა სმუტრის გაიარა უპრობლემოდ ძალიან კარგად вообще არა ქარს არაფერი ბოლი არც ყველაფერი რიგზეა ხოდა მეორე დღეს დაიწყო ინჟექტორმა ბენზინის გასხმა ძალიან ნერვიულობდი იმიტომ რომ ეგეთ რაღაცა შეიძლება მანქანა დაგაკარგვინოს იმიტომ რომ ხანძარი წაიკიდოს ჩათვალე რომ всё შეიძლება ვეღარც ჩააქვედა მე რაღაცა პატარა პერიოდი ეგრე დავდიოდი ნუ ვერ ვშლიდი ძალიან იშვიათად დავდიოდი ამ მანქანით არა ვერ ვშლიდი და რაღაც საქმეებზე დავრბოდი მაგის გამო ვერ ვაჩერებდი მანქანას რომ უბრალოდ ერთ დღე 5-6 საათი ჩაუძე და გავაკეთე მე მივედი და ვიყიდე სალნიტები გავაკეთე ანუ ეს შემშვები დროსელი ცირკოლექტორის ეს ნაწილი მოხსენი ინჟექტორების რელეც მოხსენი მე ინჟექტორები ამოვიღე ზუსტად აი ეგ სალნიკი მეხუთე ინჟექტორის სალნიკი იყო გაჭყლეტილი და მაგის გამო გაზდიოდა შევცვალე დავაყენე ორიგინალები ავაწყე ისევ და ნუ მაგის მერე აღარ გაუშვიე ბენზინი მაგრამ
რაღაცა არ მომწონს ამ ძრავზე, იმიტომ რომ იგუდება რა. ერთმა მითხრა სვეჩის გაგუდვას გავსო. მე ვფიქრობ ვაკუუმს ვერ აკეთებს, ანუ აირის წნევა არასწორია თუ რაღაცა და მაგის გამო იზალა რაც უნდა ხონდეს არ აქვს. ასევე კიდე შეიძლება პროვოდკის ბრალი იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბანძი პროვოდკა მაქვს და რავი, ფურთხზე აწყობილი თითქმის ძლივს ავაწე. ნუ ეხა ეგ შევცვალეთ, მაგრამ აი ამებს შეხედოთ, ისინი არიან საშინელ მდგომარეობაში, ნუ არა უშავს. მაგრამ აი მაგალითად შეხედეთ, ესენი ისე შესაძლებელი მაქვს თუ რა ვქნა, არ ვიცი. ჯობია რა თქმა უნდა პროფესიონალთან მივიყვანო და თავიდან ბოლომდე გამიწყოს. მანამ სანამ მაგას ვიზამ, დავიჯერდებით მუშაობს და ვიპოვი ამ პრობლემას, რისი ბრალიც შეიძლება იყოს ეგ. რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში ძრავი მუშაობს სუფთად, просто ის ჯანი და ძალა რაც უნდა ქონდეს, ეგ არ აქვს, აკლია. ასევე ABS-ის ბლოკი იყო დაფუჭებული, შევცვალე, მაგრამ ვიწვალე, იმიტომ რომ ეს დაჩიკი იყო სხვანაირი იმ ბლოკზე. და მომიწე ამის მოხსნა და ამის მოხსნა არის რავი საშინელება მოსახსნელია. ძალიან მაგრად არის ხოლმე გადაჭირებული და ფაქტიურად ვერ მოხსნა. რა თქმა უნდა, რახან დავაგვიან ამდენი ხის საქმე გადავდე ძალიან გაჭუჭყიანდა ისე ძრავმა. ეხაც კიდე ვერ მოვასწავლე გამერეცხა წესიერად, გინდა მანქანა, გინდა რავი, და უფრო ლამაზად გამოჩენილიყო ვიდეოში, მაგრამ ნუ რაც არის, დავქნათ, მაპატიეთ. მოვარჩევდები ვერად უფრო ლამაზად იყოს, გარეცხილი გაფრთხილებული. და ერთადერთი რაღაცამ რაც ძალიან გამაღიზიანა, ABS-ის ბლოკის შეცვლისას არ ვიცოდი რომ ამ შლანგების ამ დაჰაერების დროს შეიძლება ამ შლანგება გადაასხას გადმოასხას და აქ გადმოასხა კუზაოზე და ეს რაც შეღებილი მქონდა ხელახლად მაქვს შესაძლებელი. ასევე აქ კიდე გადმოასხა, აი არ ვიცი ჩანს თუ არა, აი ეგენიც უნდა დავატოჭყო, მაქვს აღებავი და უნდა მივხედო რა მაგას. ნუ ქარშოებისთვის ან სადმე რომ უნდა წავიდე, უეჭველი უნდა იგივე თან სუფთა იყოს და ყველაფერი გალამაზებული. კიდე რავი, შემშვები შევცვალე, ყველა კი მეუბნება რომ თავისი ქარხნული დააყენე, რაც მართალი არიან, მაგრამ ჩემ მანქანაზე, ან ჩემ ძრავმა არ შეიტყო ეგ რომ სხვა უყენია. ზოგ ძრავს მართლა არ ევასება, არა ქარხნულები, თან კიდე აქედან ცხელი აირი რომ ამოდის, ამას აცხელებს ეგრევე და ფაქტიურად ცხელი ქარი შედის ძრავში. დამიჯდა სათვალები. ხო და აირის შემშვებს აქ უნდა გაუკეთო ადგილი, სადაც აქედან შემოიწევს აერს და მიიღებს ცივ აერს. ესეც კიდე უნდა კარგად შეუფუთო, რომ ამის სიცხე გადმოიტანოს, თუ შევძელი ამასაც შევფუთავ, მაგრამ ეგ უნდა მაშინ მეჩალიჩა, როცა დავშალით რა. ნუ მაგის მოხსნაც ისე რთული არ არის, просто ანუ მისვლა უნდა მე 1-2 საათი ვეჭველი, საათ ნახევარი უნდა დაელოდო რომ გაგრილდეს. ზაფხული თუ იქნება ხო ვაფშე აგრი არ იქნება. რავი, მე მგონი სულ ეს იყო, ახლა ეგ წვილვანები და პატარა დეტალები, რომელიც გასაკეთებელი მაქვს. ეტაპობრივად მივხედავ და ეხლა რახან ეს სათვალებიც მაქვს. ბევრად უფრო მარტივად მეტ კონტენტს გადავიღებ, თან ინსტაგრამზეც დამამატეთ, მანდ ბევრად უფრო მალ-მალე ვდებ ყველაფერს და ნუ ინსტაგრამზეც ორი JZ GS300 მიწერია. ეს არის ორი JZ GS300, აქაც შეიძლება დავამატოთ. აქაც მიდევს რაღაც კონტენტები და მოკლედ ამ ეტაპამდე ამ GS-ის ვლოგი ეს იყო. მეც ვერ დავამატე ვერაფერს. ნუ არ მახსენდება რომ დავამატო. და თხოვნა იქნება ჩემგან კომენტარებში რომ დამიწეროთ რა სახის კონტენტს ისურვებდით, რომელი უფრო გაგისწორდებათ.
რა თქმა უნდა, ამ GS-ის ვლოგებს კიდე გავაკეთებ და გავაგრძელებ. მაგის გარდა ასევე შემიძლია GDS-ზე, King of Drifts-ზე და იმ ასეთ ივენთებზე რომ გავიდე და ეგეთი კონტენტები გადავიღო, ნახოთ იქ რა ხდება, როგორ სიტყვებენ ბიჭები და ასე შემდეგ. კიდე ქარშოებიც არის, მანდაც შემიძლია მისვლა და კიდე გადაღება დრაგები, რომელიც ჩატარდება მალე ზაფხული მოდის და რავი, ყველა ივენტზე შემიძლია გავიდე და შეგიქმნათ საინტერესო კონტენტი. მოკლედ ეს იყო GS-ის ვლოგი. იმედია გისიამოვნეთ. რავი, მე თვითონ ძალიან მომწონს ეს მანქანა. აი ეს ვიზუალი მაქვს მისახედი, იმედია მაგისთვისაც შევაგროვებ ფულს, უბრალოდ მალე შევაგროვებ ფულს, რომ უფრო მალე გავაკეთო ეგენიც. მე თვითონ უნდა შევღებო. დისკები მინდა შევღებო სალონში. ტორპედო მაქვს შესაძლებელი, მაგას უეჭველი გადავიღებ, მაგ ტორპედო. ჭერი მინდა შავ ფერში გადავიტანო, შავ ფერში გადავიტანო. რა თქმა უნდა, ალკანტრა ან რავი, ნახოთ, საიდუმლო იქნება მეორე ფერი. მეორე ფერი, რა თქმა უნდა, იგივე ძრავის ფერში მინდა რა. არაფერი საიდუმლო არ აქვს. თუ ისიამოვნეთ, დამიკომენტარეთ, დამიწერეთ რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ. უბრალოდ აი რავი, მოესიყვარულეთ ამ ვიდეოს, იმედია რომ მალე ვინმე სპონსორის გაგვეჭირდება, რომ დააფინანსოს და უფრო მეტი ვიდეოები გადავიღო. რაც ფიქრობ უახლეს დროში შესაძლებელი შეიძლება იყოს, კომპანიებთან ვცდილობ რომ მქონდეს მოლაპარაკება და აუხსნა რომ აი ესეთ კონტენტს ვაპირებ და თუ დაინტერესებული იქნებიან დაგვასპონსორებენ, რა თქმა უნდა. ასევე ვაპირებ ესეთ კონტენტს არხზე, რომ ბიჭებს, ვინც ან გოგოებს, ვინც ვისაც აწყობილი ყავთ საინტერესო მანქანები, ლამაზი მანქანები და დიდი ხანია სიყვარულებიან თავიანთ მანქანას, უვლიან და ასე შემდეგ. მაგათთან მქონდეს პატარა ინტერვიუ, რომ რა გააკეთეს თავიანთ მანქანაზე, მოყვნენ ვაფშე თავიდან ბოლომდე, რომ რები გააკეთეს, როგორ შეიძინეს და მთელი ისტორია, რაც კი თავიანთ მანქანასთან ჰქონდათ. მოგონი საინტერესო იქნება, თან ხალხის ჩართვა მინდა რა. რასაც უყურებ ყოველთვის ყურადღების გარეშე რჩებიან, ძალიან საინტერესო და ლამაზ მანქანები. ასევე ერთი ბეჯი ვაჩუქეს, რომელიც უეჭველი უნდა მივაკრა და ეს არის ეს ჩვენი ჰიბრიდი 2JZ. აი ესე უნდა მივაკრა უკან. აქ თან ჰიბრიდი თან 2JZ. მოკლედ თუ ეს იყო, აბა თქვენ იცით, არ დაგავიწყდეთ რომ დალაიქოთ და კომენტაროთ და subscription-ის კნოპკასაც ხო თავისთავად დააწერეთ და გამოიწერეთ არხი უფრო მეტი ვიდეოებისთვის. ასევე აი ეს რაღაცა მაქვს საყიდელ და ვინმე თუ მაშონინებთ, აი იქნება. ოკეი, ეგ არის. აბა თქვენ იცით და დროებით.